ამ ლექციაში მოგიყვები 10 ფაქტორის შესახებ, რაზეც არის დამოკიდებული ყოფილის დაბრუნების ალბათობა. თავისთავად იმ პირობით, თუ მამაკაცი დაშორების შემდეგ ყველაფერს სწორად აკეთებს. პირველი ფაქტორი, რამდენი ხნის წინ დაშორდით. თავისთავად ცხელ კვალზე მოქმედება ბევრად მარტივია. იმიტომ რომ გარკვეული ჩვევები გაქვთ, საერთო ინტერესები გაქვთ, ბევრი რამ არის რაც გაკავშირებთ. თავისთავად რისი სასიკეთოდ გამოყენებაც არის შესაძლებელი. მაგრამ თითქმის ყველა მამაკაცი დაშორების შემდეგაც ბევრ და ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს რომ დაელაპარაკოს ქალს, აუხსნას, აჩუქოს და დაანახოს თუ რა კარგი ბიჭია. ხოლო როდესაც ვიწყებთ რეალურად ეფექტურად მოქმედებას, ჩვენს ქცევაში სერიოზული კონტრასტი ყალიბდება, რაც შეუმჩნეველი ვერ რჩება. მეორე ფაქტორი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. სინამდვილეში აქ ხანგრძლივობა არ არის პრიორიტეტული. არამედ ის, თუ რამდენად მოახერხეთ ერთმანეთის ცხოვრებაში ინტეგრაცია. ეს მოკლევადიან ურთიერთობებშიც კი ხარისხიანად ხდება ხოლმე, თუმცა როგორც წესი გრძელვადიან ურთიერთობაში უფრო მეტად არის წყვილი ამ გაგებით გაერთიანებული. შესაბამისად, რაც უფრო მჭიდრო იყო ერთმანეთთან კავშირი, მით უფრო მეტი ასოციაციები და სხვადასხვა ტიპის კავშირებია უკვე ჩამოყალიბებული. ასეთ პირობებში ადამიანის რეალურად დავიწყება არ არის მარტივი მისია. ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ მამაკაცი დაჩოქებული არ ეხვეწება ქალს დამიბრუნდიო. მესამე ფაქტორი არის ეკავა თუ არა მამაკაცს ურთიერთობაში ძლიერი პოზიცია. მაგალითად, თუ ქალი ურთიერთობის დასაწყისში სულ ცდილობდა რომ თავი მოგაწონოს და განახოს თუ რამდენად ყოჩაღია და საერთო ჯამში თუ ბევრს ცდილობდა შენთვის. და მხოლოდ შემდეგ ურთიერთობის მიმდინარეობისას გარკვეული მოვლენებიდან, კრიზისიდან გამომდინარე მოხდა დომინირების ინვერსია. მაშინ ქალის გამოფხიზლება და მასში იმ ძველი შეგრძნებების დაბრუნება ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე თუ თავიდანვე სუსტი პოზიცია გეკავა. მეოთხე ფაქტორი არის ჰყავს თუ არა ქალს შესაბამისი ალტერნატიული ვარიანტი. როდესაც ქალის თავში მამაკაცის მნიშვნელობა ქვეითდება, ეგ მოვლენა ორ სიტყვაში რომ ავხსნათ, მამაკაცი მის თავში იყო პრინცი და უცებ ბაყაყად გადაიქცა. ანუ ის უკვე მამაკაცის ყველასთვის თვალსაჩინო ღირებულებებსაც კი ვეღარ ამჩნევს. ზუსტად ამ მიზეზით ქალი ტოვებს სიმპათიურსაც, მდიდარსაც და ყველა ქალისთვის საოცნებო და მოთხოვნად მამაკაცსაც. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი არის შენი ობიექტური მაჩვენებელი, ქალი კი სუბიექტური შეგრძნებებით მოქმედებს. და როგორც წესი მას ყოველთვის არ ჰყავს ფრონტზე შესაბამისი კანდიდატი, რომელიც ყველა შენს ობიექტურ ღირებულებებს გადაფარავს. შესაბამისად მისი დაბრუნების პროცესშიც, თუ ყველაფერს სწორად და ეფექტურად ვიზამთ, ეს ყველაფერიც თავისთავად თავის როლს ითამაშებს. მეხუთე ფაქტორი არის თუ რამდენი შეცდომის დაშვება მოასწრო მამაკაცმა. და აქ პრიორიტეტული ის კი არ არის თუ რამდენად დაიმცირა მამაკაცმა თავი ქალის წინაშე, როგორც ბევრს გონია. ანუ თუ შენ მას ეხვეწებოდი, საჩუქრებს ჩუქნიდი და ფანჯრის ქვეშ სერენადას უმღეროდი, ეგ არ არის საკვანძო. არამედ ის არის თუ რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ ყველაფერი. ანუ შენივე ხელით რამდენი ხნის განმავლობაში იმცირებდი თავს, აი ეს არის მნიშვნელოვანი. თუ მამაკაცი 2 თვის მანძილზე დახურულ კარზე აკაკუნებს, ქალს კი უკვე ყველგან დაბლოკილი ჰყავს და ოცნებობს რომ რამენაირად შეეშვას. ამ ვითარებაში გასაგებია რომ ქალის დაბრუნებას ბევრად დიდი ხანი დასჭირდება. ხოლო თუ მამაკაცი მალევე გამოფხიზლდა და მალევე მოეშვა მაგ სპონტანურ და უფიქრებელ ქმედებებს, მაშინ ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება. მეექვსე ფაქტორი არის კომფორტი. ის კომფორტი, რასაც ქალს უქმნიდი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ფინანსური გზით, მისი დაბრუნების პროცესში თავის როლს შეასრულებს. ურთიერთობის მანძილზე ეგ ყველაფერი მან გააუფასურა, ხოლო ახლა დაიწყებს დაფასებას, როდესაც ის მაგ ყველაფერზე წვდომას რეალურად დაკარგავს. რაც ასევე ინერციული მოვლენაა და დრო სჭირდება. მეშვიდე პუნქტი არის საერთო შვილები. საერთო შვილების ყოლა მაგ მოვლენაზე როგორც დადებითად, ისევე უარყოფითად შეიძლება მოახდინოს გავლენა. რაც თავისთავად არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული და ძალიან ინდივიდუალურია. არსებობენ ქალები, რომლებიც ბავშვებს როგორც ტულს გოზირს იყენებენ მამაკაცთან მიმართებაში, ასევე არიან შედარებით ადამიანური ტიპაჟებიც, რომლებიც ბევრად ნაკლებად ცდილობენ ბავშვების მეშვეობით მანიპულირებას. თავისთავად აქაც ვითარებიდან გამომდინარე შენს ეფექტურ ქცევაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მერვე ფაქტორი არის თუ ქალი ერთი ურთიერთობიდან მეორეში გადახდა, ანუ სხვა კაცთან წავიდა. შეიძლება გაგაკვირვოთ, მაგრამ ქალი, რომელიც ერთი ურთიერთობიდან მეორეში გადახდა, განუზომლად უფრო სწრაფად დაბრუნდება შენთან აცრემლებული თვალებითა და ჟოლინტიანის სახით, ვიდრე ქალი, რომელიც უბრალოდ არსად წავიდა. იმიტომ რომ ის 5 მეტრის სიმაღლიდან თავით ხდება 9 მეტრიანი სიღრმის აუზში. ერთის მხრივ მისი მოლოდინები არ მართლდება, მეორეს მხრივ კი ის ვერ ასწრებს მის თავში შენი მნიშვნელობის ბოლომდე დაქვეითებას. თავისთავად აქაც ისევ შენი მხრიდან კორექტულ ქცევაზეა დამოკიდებული მოვლენების განვითარების დინამიკა. მეცხრე ფაქტორი არის, როდესაც ქალი მის ყოფილს უბრუნდება. ამ წყობაში ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ბანალური ისტორია არის, როდესაც ქალი უბრუნდება იმ მამაკაცს, რომელმაც ადრე ის მიაგდო.
მან შეიძლება ეგ ისტორია სულ სხვანაირად მოგიყვეს, რომ მე ჩემით წამოვედიო. თუმცა სინამდვილეში ის უბრალოდ ფეხებზე დაიკიდეს და მიაგდეს. მისი წამოსვლის ინიციატივა კი უბრალოდ ფორმალობა იყო. აქაც როგორც წესი მისი ყოფილი მალევე კარგავს მის მიმართ ინტერესს, ისევ მიაგდებს და ისევ მიდის მისგან. და თავისთავად ქალი ისევ შენთან დაბრუნების მცდელობების განახლებას იწყებს. მეათე ფაქტორი არის ემოციური რესურსი. ანუ რა ხდება დღეს და ახლა მის ცხოვრებაში, რა ტიპის ემოციებს იწვევს ეგ ყველაფერი მასში. თუ დღეს და ახლა მას წინსვლა აქვს სამსახურში, კარიერაში და ასე შემდეგ. მაშინ ის ბევრად დიდხანს იდგება მყარად, რომც მოაწვეს ემოციები. თავისთავად ეს ყველაფერი პირიქითაც მასევე მუშაობს. თუმცა მე იმას არ გეუბნები, რომ თუ მას ყველაფერი კარგად აქვს, მაგ ვითარებაში შენ ვერ მიიღებ პოზიტიურ შედეგს. მე იმას ვამბობ, რომ უბრალოდ მეტი დრო დასჭირდება. ახლა კი გადავიდეთ დასკვნაზე. როგორც წესი, მამაკაცს დასკვნები გამოაქვს დღეს და ახლათი. როდესაც ქალს არ უნდა არც მისი დანახვა, არც მისი ხმის გაგონება. და თავისთავად ფიქრობს, რომ ეგ არის დასასრული და სამუდამოდ მასე იქნება. მეგობარო, მოდი ასე გეტყვი. თუ შენ სიტუაციურად ეგ შეგრძნებები გეუფლება, შენ ვერ ერკვევი ვერც მის ფსიქოტიპში, ვერც მის ემოციებში, ვერც ზოგადად ქალებში. თავისთავად უნდა შეგიძლოს, შენგან წასვლა რომ შეძლოს. აბა კარგ კაცს ქალი ხომ არ შორდება. დებილი ხომ არ არის, რომ კარგ კაცს დაშორდეს. და სულ რომ შენ კარგი კაცი იყო, მას ეგ იმ მომენტში არ აწყობს, რომ იყოს დებილი. აქ რაღაც ზედაპირულ რაციონალურ ახსნას ვერ იპოვი, რადგან საქმე არის მის ემოციებში და ბიოქიმიაში. ქალთა 98% ურთიერთობაში არის დოფამინის კონცენტრაციაზე დამოკიდებული. ყველა სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა გზით სჭირდება, თუმცა სჭირდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ დოფამინის ის დოზა, რასაც იღებდა ურთიერთობიდან, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, როდესაც უტრუხდება, ის იწყებს ყველაფრის გაუფასურებას. ეს პროცესი წვრილმანებით იწყება და როგორც წესი მამაკაცი ამას ვერ ამჩნევს. იმიტომ რომ შენც ემოციურად ხარ ჩართული და უბრალოდ მის ნამოქმედარზე ემოციურად, სიტუაციურად რეაგირებ და წინ არ იყურები. და შენ სულ რომ მიზეზი არ მისცე, ის თავის თავში შენ მაინც გაგაშავებს, რადგან მისი მოტივი არის შენგან წასვლა. შესაბამისად დაშორების შემდეგ, პირველ პერიოდში, ქალის ემოციური შემადგენელი არის ერთი. ხოლო გარკვეული დროის და შენი მხრიდან ეფექტური ქცევის შემდეგ კი არის მეორე. იმაზე ფიქრი, რომ მან მე სამუდამოდ დამივიწყაო, არის უბრალოდ აბსურდი. თუ თქვენ 6 თვე მაინც გქონდათ ურთიერთობა, ქალი შენ აღარასდროს დაგივიწყებს. აბსოლუტურად ყველა პარტნიორი ქალის თავის ქალაში ტოვებს ნევროლოგიურ ანაბეჭდს. იმაზე აღარ მაქვს საუბარი, როდესაც წლების მანძილზე ოჯახური ურთიერთობა გქონდათ. ამ ვითარებაში საერთოდ შეუძლებელია, რომ ქალს როდესმე დაავიწყდე. თუმცა როგორც ვთქვი, იმისთვის რომ ყველა ეგ პროცესი გააქტიურდეს, შენ სწორად უნდა მიუდგე. პირველი და მთავარი რაც უნდა გაითვალისწინო არის ის, რომ აცი არსად აღარ გეჩქარება. მოსახდენი უკვე მოხდა. ყველაზე მეტად რაც მამაკაცს დაშორების შემდეგ ანერვიულებს, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მივიწყებს ქალიო. მეგობარო, ის შენ გივიწყებს მაშინ, როდესაც შენ ეხვეწები მას შემირიგდიო. როდესაც სულ მასთან ხარ, როდესაც მის ხელში ხარ. როდესაც მოთაფლვას ცდილობ, საუბარს ცდილობ და როდესაც პოდნოსზე აწვდი შენს თავს. აი ამ დროს გივიწყებს ის შენ. და როდესაც ჩვენ რეალურად ვიწყებთ კორექტულად და ეფექტურად ქცევას, ის ვერანაირად ვერ დაგვივიწყებს. აბსოლუტურად ყოველდღე მომდის WhatsApp-ზე მესიჯები მიტოვებული მამაკაცებისგან, რომლებიც მიყვებიან თავიანთ ისტორიას. ბოლოში კი მოყვება ხოლმე შემდეგი კითხვა, ჩემს შემთხვევაში რამდენია ყოფილის დაბრუნების შანსიო? ამ დროს მამაკაცი იმყოფება ფიქრისა და დრამატიზაციის პროცესში. ის ზის, ფიქრობს და განიცდის. იმის ნაცვლად რომ რეალურად იმოქმედოს. არის ხოლმე უფრო სახალისო შემთხვევებიც, როდესაც უკვე დავგეგმეთ კონსულტაცია და ამბობს არ ვარ დარწმუნებული მინდა თუ არა მისი დაბრუნებაო. თუ ქალის დაბრუნების ალბათობა მცირეა, მაშინ აღარ მინდაო. მეგობარო, თუ შენ ამ პრობლემის წინაშე ერთხელ მაინც დადექი, სადაც ქალი შენგან წავიდა, ხვალაც სუსტად იგივე მოხდება. სუსტად ამიტომ შენ დღეს და ახლა უნდა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება. ან იბრუნებ მაგ ქალს, ან წესიერად უნდა გაერკვიო და გაანალიზო რეალურად რა მოხდა შენს ისტორიაში. და რომც იბრუნებდე ქალს მაინც გაანალიზებისა და ჭკუის სწავლის ხარჯზე მოხდება ეგ. და არა თუ რაიმე მზაკრული ხრიკების ხარჯზე. ანუ ასეა თუ ისეა, მაინც დეტალურად უნდა გაერკვიო ამ საკითხში. ჯდომას და დრამატიზირებას არანაირი აზრი არ აქვს. და ბოლოს რისი თქმაც მინდა ამ ლექციაში. აბსოლუტურად ყველა მამაკაცი, ვინც ამ გზას სწორად გადის, ან უკვე გაიარა, ბევრად მწიფდება და ძლიერდება. იმიტომ რომ ეს გრძელი გზაა. არც საკუთარი ემოციების მართვა და არც მათი წყობის რეალურად უკეთესობისკენ ცვლილება არ არის მარტივი პროცესი. მით უმეტეს მაგ ვითარებაში. ასევე ბევრი მესიჯი მომდის, სადაც რჩევას მთხოვენ.
მეგობრებო, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც რჩევებს იძლევა. შეუძლებელია რამდენიმე წლიანი ურთიერთობისაც სტრიქონიან მესიჯში ჩატევა და მით უმეტეს მასზე რჩევის მიცემა. კონსულტაციამდეც კი სადაც დეტალურად უნდა გავიაროთ ყველა საკითხი, კითხვებს ვუგზავნი, რომ წინასწარ უკვე მქონდეს გარკვეული წარმოდგენა რასთან გვაქვს საქმე. ერთი ფრაზით მე პრობლემას ვერ მოვაგვარებ. ჩვენ უნდა შევიდეთ მაგ ისტორიაში, შევიგრძნოთ, ჩავეძიოთ, გავარკვიოთ, დავღეჭოთ, გავაანალიზოთ და გავხადოთ ის მარტივი და გასაგები. კონსულტაციებს კი გარკვეული რაოდენობის იქეთ ფიზიკურად ვერ ჩავატარებ. ზუსტად ამიტომ მიდევს არხზე უამრავი ვიდეო ლექცია. ხოლო ვისაც უფრო მეტი და კონკრეტული ინფორმაციის მიღება უნდა, მათთვის მაქვს ფასიანი ვიდეო კურსებიც. თავისთავად რომლების ბმულიც ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.